რუსეთისთვის დაწესებული სანქციების დაცვის ერთგულებისთვის სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს მადლობას უხდის. დევიდო სალივანის ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს დასავლურ სანქციებს გვერდი აუაროს. ნინი გოგიშვილი მუშაობს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ევროკავშირიდან გამოგზავნილი ოფიციალური წერილი საქართველოს ხელისუფლებისთვის იმის მორიგი დასტურია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეფექტური კონტროლის მექანიზმი შეიმუშავა, რითიც სასანქციო პოლიტიკის ერთგულია. ერთგულების პარალელურად მათ კარგად ახსოვთ უსაფუძვლო ბრალდებებიც, ამიტომ ქვეყნის პირველი კანონმდებლის განმარტებით აუცილებელია ახლა ბრიუსელი ჩამოყალიბდეს სასანქციო პოლიტიკის მიმართ. საქართველოს იმსახურებს თუ არა ქებას, რადგან შალვა პაპუაშვილის განმარტებით ერთი მხრივ ბრიუსელიდან ისმის დადებითი გზავნილები, თუმცა მეორე მხრივ იმავე ბრიუსელის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნის იმიჯის შელახვის კამპანიის ავტორები არიან. ეს ავტორები კარგად ახსოვთ მართველი გუნდის წარმომადგენლებს და იხსენებენ თუ როგორ ცდილობდნენ NGO-ები, ოპოზიციური პარტიები და მათთან დაკავშირებული უცხოელი აქტორების საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათ კარგად ახსოვთ 2023 წელს საქართველოში ვიზიტი, რა დროსაც სასანქციო პოლიტიკის ავტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო არ ეხმარებოდა რუსეთს სასანქციო პოლიტიკის გვერდისავლაში. ამ დადებითი გზავნილის შემდეგ მათ კარგად ახსოვთ ისიც, რომ ეს სრულ ბრალდებები შენელდა, თუმცა ეს კამპანია მალევე განახლდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს კამპანია ახლაც მიმდინარეობს, რადგან დღეს ნაციონალურ მოძრაობაში გაუჭირდათ ოფიციალური წერილის მთავარი გზავნილის აღიარება და ირწმუნებიან, რომ ეს პროცესი უბრალოდ შენელდა, ანუ დახმარების ეტაპი არის შენელებული, ანუ ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ სასანქციო პოლიტიკის ავტორები ამ პროცესს სათანადოდ ვერ ადევნებენ თვალს. შესაძლებელია ის ტემპი, რომელზეც ადრე საუბრობდნენ, მათ შორის უკრაინული მხარის წარმომადგენლები ან სხვადასხვა დასავლური სახელმწიფოს მაღალჩინოსნების სანქციების გვერდის არიდებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია ეს ტემპი იყოს შემცირებული. ხელოვნურადაც მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ ბევრად უფრო ნაკლები რისკი გაწიოს იმ საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, რაც დღეს ქართულ ოცნებას აქვს, შესაძლებელია რიგ საკითხებთან მიმართებაში მათი დამოკიდებულება შეცვლილი ყოფილიყო. სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის მთავარი წარმომადგენელი უკვე მე რამდენჯერ აქებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებას ამ მხრივ და იცით, რომ საქართველოს როგორც რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა, რა თქმა უნდა, ზოგადად რისკის ზონაში არის, თუმცა საქართველოს ხელისუფლება იმდენად ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი შეიმუშავა, რომ არათუ საყვედური არ გვხსნენია მათგან შექების მრავალი შემთხვევა და ახლა ეს ოფიციალური წერილის იყო. თუ ასე ვთქვათ, ქება იყო ერთის მხრიდან, მეორე მე კი გრანტს აძლევს საერთაშორისო გამჭვირვალობა NGO-ს, რომელიც ზუსტად ამით არის დაკავებული, რომ დააბრალოს საქართველოს თითქოს მისი ხელისუფლება უზრუნველყოფს სანქციების გვერდის სავლას. ამაში გადახდილია ევროკავშირის ფული. ეს უპირველეს ყოვლისა აჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს დამოკიდებული მხრივ, არამედ ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში. ჩვენ ერთი მხრივ ვიღებთ სრულიად ჯანსაღ, სწორ, ასე ვთქვათ, საქებარი სიტყვებით სავსე წერილს ოსალივანისგან, ოფიციალური წარმომადგენლისგან, სადაც არის ცალსახად მადლიერება გამოხატული ჩვენი ქვეყნისადმი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისადმი, რომ მან გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა, შექმნა მოქნილი და ეფექტური მექანიზმი იმისთვის, რომ სანქციებისგან თავის არიდება არ მომხდარიყო საქართველოს გავლით და მეორე მხრივ ევროკავშირი აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც პროპაგანდირებენ ტყუილს საქართველოსთან მიმართებით. ეს მეტყველებს იმას, რომ არის უმძიმესი მდგომარეობა ევროკავშირის წიაღში, თვითონ არ არიან ჩამოყალიბებული რეალურად ერთ ასზე. დაახლოებით 2 წლის წინ ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოში ჩამოსულმა სადამკვირვებლო მისია, რომელიც სწორედ საერთაშორისო სანქციების აღსრულების საკითხს სწავლობდა საქართველოში. მაშინ ამ მისიის დასკვნა იყო ანალოგიური ცალსახა დადებითი შეფასება, მაგრამ ამან მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალა, რომ
გაეგრძელებინათ საქართველოს დადანაშაულება, თითქოს საქართველოს არის შავი ხვრელი. ასე რომ ეს განცხადება, რა თქმა უნდა, შეიძლება რამოდენიმე დღის განმავლობაში ანალოგიური განცხადებები ოპოზიციამ არ გააკეთოს, მაგრამ ცოტა ხანში ისევ მიიღებს, ასე ვთქვათ, დავალებას, რომ საქართველოს ხელისუფლების, რო იტყვიან, გაშავების პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს. ხედავთ სხვადასხვა გამოცემასა, თუ ჩვენს მავნებლურ ანტიქართულ პოლიტიკოსებს შორის გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ყველაზე ცნობილ სატელევიზიო გადაცემებში საუბრობს, რომ საქართველო გახდა ნაცრისფერი ზონა სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, როგორ ძიძგნიან საკუთარ ქვეყანას, როგორ აზიანებენ რეპუტაციულად და ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ აი ეს ადამიანები, ამ ადამიანებს არ ქონდეთ საშუალება, რომ ასეთი მავნებლობები აკეთონ, ალბათ მარტივი წარმოსადგენი იქნება, რამდენი მადლობის წერილს მივიღებთ და რამდენად აღარ იქნება ის უსამართლო განცხადებები უცხოეთიდან წამოსული. შეიძლება ითქვას, რომ ფუჭიხმაურის შექმნის ავტორები ახლა გაწმილებულები არიან, რადგან მორიგ-ჯერზე საქართველოს ხელისუფლებამ სასანქციო პოლიტიკის ერთგულებისთვის მადლობა დაიმსახურა.